Დაბრუნდით ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმარია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი გიორგი ფარეშიშვილი სამომშვიდობისა ბატონო გიორგი სტუდიაში მოგზაურობისათვის. უშუალოდ რო ვისაუბროთ პროექტზე დღეს მოგიხსენებათ საკრებულოს ხმოვანთა დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. რა პროექტია ზოგადად საუბარი, ვისგან იყო გამოცხადებული და უშუალოდ ვინ ღებულობდა ამ პროექტში მონაწილეობას? მოგესალმებით ბატონო სანდრო, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მიხარია რომ მეც მეძლევა საშუალება ვისარგებლო ამ ეთერით და ძალიან კარგი ინფორმაცია ვამცნოთ ჩვენს თანაქალაქელებს, რადგანაც ისე ხდება ხოლმე, რომ ხშირად მეტი ნეგატივის ჭარბობს ხოლმე სოციალური ქსელიდან თუ ტელეეთერიდან, ამიტომ მიხარია რომ ძალიან კარგ ამბავზე საუბრობთ ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გამოცხადდა ევროკავშირის მიერ და ფოთს მოუწია სწორედ აი ამ საგრანტო პროექტში როგორც ერთ-ერთ კონკურსანტს მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი პირობა გახლდათ, რომ მუნიციპალიტეტს არასამთავრობო სექტორთან ერთად უნდა განეხორციელებინა ეს პროექტი და შეეტანა საპროექტო განაცხადები. მინდა ვთქვა, რომ 2018 წელი საკმაოდ დატვირთული იყო ამ კუთხით, რომ მოგვიწია ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში ამ პროექტზე მუშაობა, რადგანაც ეს პროექტი 3 წლიანი გახლავთ და ერთ დღეში ნამდვილად არ ხდება, რომ მოხდეს ამისი სრულყოფა და იცით, რომ ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ამ პროექტზე, როდესაც გამოცხადდა კონკურსი, მუშაობდით უშუალოდ მერიიდან მე მქონდა ქალაქ ფოთის მერისაგან დავალებული ამ პროექტის ხელმძღვანელობა და მთელი სხვადასხვა სტრუქტურები იყვნენ მერის ჩართულები, როგორც აიპები, ასევე სამსახურები და აი ამ არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომელიც არიან უშუალოდ თანამონაწილეები ამ პროექტის, გურის ახალგაზრდული რესურს ცენტრი და სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო, რომელიც გურის რეგიონში მოღვაწეობენ განსაკუთრებულად, აი ამათთან უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით მოხდა პრობლემების გამოკვეთა. რა ჩავარდნები გვაქვს, რა პრობლემები გვაქვს თქვათ და რითი შეიძლებოდა რომ ეს პროექტი დახმარებოდა ისე რომ ბიუჯეტის თანხები არ ყოფილიყო დახარჯული, რადგანაც ისიც სულ პრობლემაა ეს მცირე თანხები, მცირე რესურსები და არაფერისთვის არ არის რეალურად საკმარისი. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად გემუშავა და ის პრობლემები, რომელიც არის უშუალოდ ამ შემთხვევაში სტრუქტურული გამართულობის კუთხით, კვალიფიკაციის კუთხით, რაღაც ინფრასტრუქტურული კუთხით, თვითმმართველობის მუშაობას გულისხმობს ეს. აი ამ პროექტის საშუალებით გამოგვესწორებინა. ეს პროექტი მთლიანად არის ორიენტირებული თვითმმართველობის ღია, გამჭვირვალე, ეფექტიან მუშაობაზე და პირდაპირ აღნიშნულ პრობლემებს ეხება. რა თანხაზეა საუბარი? აქ არის საუბარი 350.000 ევროზე, ეს გახლავთ $1,000,000 ლარზე მეტი თანხა და რეალურად ეს თანხა გახლავთ ფაქტობრივად ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოც კი, რადგანაც მუნიციპალიტეტს ასეთი საგრანტო განაცხადება არ ყოფილა, რომ ასეთი თანხა მიიღო და თქვათ შემდგომ ეს 3 წლიანი პროექტი განეხორციელებინა. რაც შეეხება აქვე დაუნიშნა, რომ თანაპარტნიორი ამ პროექტში გახლავთ აბაშის მუნიციპალიტეტის მერია და ძირითადი გრანტიორი გახლავთ ქალაქი ფოთი და ნაწილობრივ შემოდის ქალაქი აბაშა. რაც შეეხება საჭიროებებს, თუ რას უნდა მოხმარდეს, მე როგორც თავშივე აღნიშნე, ეს პროექტი გახლავთ იმ საჭიროებებზე აგებული, რომელი საჭიროებებიც ჰქონდა ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს, ეს იყო კადრების განამზადება თუ ტექნიკური აღჭურვა სხვა მიმართულებით, მაგალითად საინფორმაციო განყოფილების თქვათ თუ ინფრასტრუქტურულ ნაწილში ის თქვათ ელემენტარული საკრებულოს გამართულად მუშაობის აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები ჩადებული, რომ მაგალითად ყველა საკრებულოს ხდომა იქნება პირდაპირ ეთერში გადაცემული, მოსახლეობას შეიძლება ელექტრონული პეტიციების ეს პირდაპირ ეთერი რომელიმე ტელევიზიის მედიის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვეობით კი ლაივ ტრანსლირება მოხდება. შეიძლებათ მოსახლეობას საიტს ემატება ისეთ ელექტრონული ფუნქციებს, რაც შესაძლებელია ნებისმიერ დოკუმენტაციის ელექტრონული გამოთხოვნა, აღარ არის საჭირო მერიაში მოსვლა იქ, რაც განცხადების და ელექტრონულად შეუძლია ნებისმიერ მოქალაქემ მიმართოს, ჩაერთოს მთლიანად მუშაობაში, მოითხოვოს ინფორმაცია საჯარო, მიიღოს მან ეს ყველაფერი ელექტრონულად. მაქსიმალურად მარტივდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ხალხმა პირდაპირ იგრძნოს, რომ რეალურად ის არის წარმართველი, ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა პროცესების და ის არის ჩართული ამ პროცესებში, ასე რომ მხოლოდ ძალიან კარგი საშუალება იქნება, რომ მხოლოდ ვთქვათ ამ შემთხვევაში რაღაცა გარე კრიტიკით არ შემოიფარგლება, ვთქვათ ამ შემთხვევაში მოქალაქე, მას შეიძლება რომ უშუალოდ იგივე ბიუჯეტირების პროცესი
ხილს იქნება თუ სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას. აი ელემენტარული ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებით. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება, ხო? შეგვეძლება რომ ჩვენ აზრი მოვიკითხოთ იმ ბენეფიციარების, ვინც იღება მაგალითად სხვადასხვა დახმარებებს. Რამდენად ეფექტურად განხორციელდა, რამდენად საჭირო იყო, რაიმეს ხომ არ შეცვლიდნენ. და შემდგომ ეს გარკვეულ ვალდებულებაც არის უკვე აი ამ თქვა ტექნიკური გამართულობის საშუალებით ჩვენ ავსახოთ ეს ყველაფერი ყოველდღიურ მუშაობაში. რადგანაც ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენ მუშაობთ, რეალურად თანხა იხარჯება და ეფექტს არ ვიღებთ. ამიტომ ეს პროექტი მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ იგივე ნებისმიერი საბიუჯეტო თანხების ეფექტიანად დახარჯვა მოხდეს, სწორად გახარჯვა მოხდეს და ყველა ინფორმაცია, რომელიც კანონით არის ღია, ვინ გააკონტროლებს აი ამ თანხის განხარჯვას? სწორად გახარჯვას. ამ შემთხვევაში საუბარია გრანტზე? თქვენ იცით რომ ეს არის ევროკავშირის გრანტი. შესაბამისად ნებისმიერ გრანტს ყავს თავისი მაკონტროლებელი ორგანოები. დამერწმუნებით რომ ევროკავშირის სანდოობა და მისი კომპეტენცია საკმაოდ დიდი და მაღალია და შესაბამისად გაკონტროლების ნაწილშიც ეს პრობლემა არანაირად არ დგას, რადგანაც მთლიანად როგორც გამცემი ორგანო, ასევე მაკონტროლებელი ორგანოც გახლავთ ის და შესაბამისად ჩვენ ყველაფერი არის ღია, ყველაფერი არის გახსნილი და არანაირი კითხვის ნიშანი მის მიზნობრიობასთან ამ გრანტის გახარჯვის მიზნობრიობასთან არ დგას. ეს გახლავთ 3 წლიანი გეგმა, რომელიც 3 წლიან გეგმაში კონკრეტულად არის გაწერილი, სად რა როგორ რანაირად იხარჯება, შესაბამისად ვერავინ ვერაფერს ვერ გადაუხვევს. ანუ მაგის კითხვა მინდა, რაც შეეხება გრანტის ფარგლებს, ანუ რა ფარგლებში უნდა მოხდეს აი ამ გრანტის ათვისება და გადანაწილება. ეს არის ბატონო სანდრო 2019-21 წლების განმავლობაში ეს გრანტი გასანაწილებელი. ანუ რა ვადებში უნდა ჩაეტიოს? 3 წლიანი ვადა. 3 წლიანი. როგორც გითხარით, 3 წლიანი პროგრამა არის გაწერილი, პროექტი არის დეტალურად ყოველთვიურად გაწერილი, თუ ყოველი თვის განმავლობაში ახლა შორს აგვიყვანს რომ ეს ყველა თვე მოვყვეთ სად რა როგორ რანაირად განაწილდება, მაგრამ ძირითად ასპექტებზე ვისაუბრეთ, რომ ეს არის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ღიაობა, გამჭვირვალობა, საჯაროობა, მოსახლეობის ეფექტური კომუნიკაცია თავის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ის პრობლემები, ის დაგროვილი პრობლემები, რომელიც არის მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამის მიწოდება, ასახვა და შემდგომ შედეგის მიღება. ეს არ გახლავთ რაღაცა პროექტისთვის, ეს გახლავთ კონკრეტული შედეგის მიღება, რადგანაც არსებობს მაგალითად გამჭვირვალობის და ღიაობის ინდექსი, რომელიც გამოითვლება ყოველწლიურად და ჩვენ აი ამ გამჭვირვალობისა და ღიაობით სამწუხაროდ 39 ადგილზე გახლავართ 73 მუნიციპალიტეტს შორის. აბაშა 55-ზე. შესაბამისად ერთ-ერთი კრიტერიუმიც გახლავთ ეს, როდესაც გრანტს გაცემდა ევროკავშირი ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ რეალურად გვჭირდება აღარშული გრანტი, რათა აი ამ სხვადასხვა კრიტერიუმებით ჩვენ ადგილ გავიუმჯობესოთ მდგომარეობა, რადგანაც თუნდაც თუ წარსულ მაგალითებს გავიხსენებთ, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო მსგავსი გრანტი, ისიც მსგავსად იყო სადღაც შუა ადგილებზე და დღეს უკვე ის პირველ ადგილზე არის. ამიტომ ჩვენ ხელშესახები შედეგი გვაქვს, რითიც საზოგადოებამ რეალურად თავის თავზე ეს იგრძნო. და აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. აი ამ მილიონზე მეტი ლარიდან, როგორც ჩვენ თქვით, 100,000 ევრო, ანუ სადღაც ეს არის 300,000 ლარი, მთლიანად მოდის საგრანტო ნაწილზე. ანუ მომავალ წელს რას გულისხმობს? აი ახლა განმარტო რას გულისხმობს. მომავალ წელს აი ეს 300,000 ლარი დაიხარჯება ქვეგრანტების გაცემაზე, ანუ პროექტს შეიძლება რომ 20-მდე მცირე გრანტი გაცეს 2,000-დან 5,000 ევროს მოცულობით, როგორც ორგანიზაციებზე, ასევე კერძო პირებზე, თქვათ რომ არის ამხანაგობები, მაგალითად ბინას მესაკუთრეთა, იგივე საინიციატივო ჯგუფებზე, იდეები, აზრები წარმოადგინონ და სპეციალური კომისია, რომელიც იქნება შედგენილი, მან განიხილოს და გამარჯვების შემთხვევაში დააფინანსოს 2,000-დან 5,000 ევრომდე. ეს ძალიან კარგი საშუალებაა უკაცრავად დავსრულებ, რომ ეს თანხა მთლიანად ბატონო სანდრო რჩება ქალაქში და მთლიანად ჩვენი ქალაქის სიკეთისთვის და უკეთესობისთვის იქნება დახარჯული და ფაქტობრივად თანხის გასვლა მუნიციპალიტეტიდან არ მოხდება. იგივე კიდევ ერთხელ როგორც აღნიშნე 2019 წლის ბოლოდან უკვე დაიწყება წინადადებების მიღება საგრანტო უკვე ქვეგრანტების და 2020 წელს 20-მდე გრანტი უნდა გაიცეს ამ პროექტის ფარგლებში. ამას საუბრობ არა რაღაც ირეალურ მდგომარეობაზე, არამედ იმაზე, რაც დამტკიცებულია, რაც უკვე ხელმოწერილია ქალაქ ფოთის მერის მიერ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ გასული წლის დეკემბერში. ეს დამტკიცებულია ფოთის საკრებულოს მიერ და საქართველოს მთავრობის განკარგულებით 25 დეკემბერს გამოიცა უკვე პრემიერ ბახტაძის განკარგულება, რომელთაც უკვე მოგვეცა უფლება, რომ ქალაქმა ეს გრანტი მივიღოთ და განვახორციელოთ 3 წლის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება გრანტის სწორად განკარგვას, თუ არსებობს ქალაქში რაიმე საინიციატივო ჯგუფი ან რაიმე ჩამოყალიბებული ისეთი ორგანიზაცია, ვინც ზუსტად განკარგავს აი ამ თანხას.
თუ რაში არის აუცილებელი აი ამ თანხის ჩატება და რაში არა? ბატონ სანდრო, როგორც გითხარით, ამ თლიან გდანს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, აქვს რამოდენიმე კომპონენტი. ერთ-ერთი ეს გახსოვთ თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით, სადაც გაწერილია დეტალურად თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომ უფრო ეფექტური იყოს მუშაობა და მეორე ნაწილზე ვისაუბრეთ, ეს გახლავთ საგრანტო ქვეგრანტების ნაწილი და მესამე ეს უკვე ფინალი არის კონფერენციების ჩატარება, სადაც გამოცდილების გაზიარება მოხდება სხვა მუნიციპალიტეტებთან და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. თქვენებად გაინტერესებთ მეორე ნაწილი, სადაც საუბარია ქვეგრანტების გაცემაზე, ხო? აქ როგორც უკვე ვთქვი, ამ თანხას სრულად აკონტროლებს გრანტის გამცემის შესაბამისად ევროკავშირი. ამას აქვს თავისი მთელი დეტალური კრიტერიუმები, თუნდაც როგორ უნდა გაიცეს ქვეგრანტი. და ისევე როგორც სხვა დანარჩენ ნაწილს აკონტროლებს, ისევე აკონტროლებს აი ამ გრანტის გაცემის ნაწილსაც, ქვეგრანტების გაცემის ნაწილსაც. მას აქვს თავისი კრიტერიუმები, როგორ უნდა შედგეს ეს კომისია, მრავალმხრივი კომისია, რომელსაც უნდა განიხილოს აი ამ მცირე გრანტების გაცემის საკითხი. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირის რუკაზე ფოთი წარმოჩენილი როგორც სანდო პარტნიორი, რომელმაც მიიღო აღნიშნული დიდი გრანტი და დამერწმუნეთ იმაში და დამეთანხმეთ, რომ ნამდვილად ეს იქნება წინაპირობა გარკვეულწილად სხვა შემდგომ მსგავსი გამარჯვებებისა და ყველა განმახორციელებელი, რადგანაც არასამთავრობო სექტორი უშუალოდ გახლავთ ამაში განმახორციელებელი, არავინ არ გადაუხვევს იმ სწორ გზას, რომ საომავლოთაც იყოს გარკვეული მსგავსი გამარჯვებები მიღწეული, რომელიც ნამდვილად დიდ შედეგს მოუტანს ჩვენს ქალაქს და ჩვენს მაცხოვრებლებს. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ აქედან არც ერთი თეთრი, თქვათ, სახელმწიფო თანამდებობის პირის ან ხელფასზე ან კეთილდღეობაზე არ იხარჯება. მთლიანად ეს მიდის ქალაქის და თვითმმართველობის განვითარებაზე და უკეთეს რეალობაში აღმოჩენაზე, რომელიც დღეს გვაქვს. რაც შეეხება ტექნიკას, თუ იქნება ქალაქში რაიმე ტექნიკა შეძენილი ამ გრანტის ფარგლებში და ზოგადად ვის მოხმარდება ეს ტექნიკა? ტექნიკა, რაც თქვი, ეს არის უშუალოდ იმ ტექნიკაზე საუბარი, რომელიც აუცილებელია თვითმმართველობის ეფექტიანი მუშაობისთვის, მის გამჭვირვალობისთვის, მის ვთქვათ, ადვილად ცვლომარო იყოს მასზე. აქ არის საუბარი კომპიუტერულ ტექნიკაზე, აქ არის საუბარი ციფრულ ტექნიკაზე, რომელიც იგივე ლაივ ტრანსლირებებს მოხმარდება, იგივე ვთქვათ, ეკრანები იქნება, რომელიც ვთქვათ, განთავსდება, რომ პირდაპირ ეთერში შეძლონ, იგივე ვთქვათ, რაღაცა ფოტოაპარატზე აქვს საუბარი თუ კომპიუტერებზე, რომელიც საჭიროა, რომ აი ამ ყველაფერმა გამართულად იმუშაოს და ასევე აღიჭურება საიტი. მაგალითად, ერთ-ერთი საკითხია გახლავთ საბავშვო ბაღების ელექტრონული ელექტროფიკაცია, მთლიანად ელექტრონულ მოდელზე გადასვლა და ელემენტარული როგორც დედაქალაქშია ბავშვების ჩარიცხვა ბაღებში, იცით, რეგისტრაციის ელექტრონული ონლაინ რეგისტრაციის საშუალება. ეს ყოველთვის პრობლემა გახდათ ფოთში, რომ რაღაცა იქ მინდა, აქ მინდა, ასე ისე და ეს ქაოსი იწვევდა, უხერხულობას იწვევდა და ამ შემდგომ. ეს ყველაფერი უკვე მოიხსნება ახალი წლიდან, მთლიანად ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილი იქნა, რადგანაც მარტო ჩვენს ქალაქში თუ საერთოდ ზოგადად საქართველოში? ჩვენ ქალაქში კონკრეტულად ჩვენ ამ პრობლემას წვეთ. იყო პრობლემა და დავწერეთ ეს პრობლემა და გადაიჭრა. ანუ ამისთვის არის ის ყველანაირი თანხა, რომ ბაღების გაერთიანების საიტი არსებობდეს უკვე, შეიქმნა სპეციალური პროგრამა და იცით, რომ თქვენ ეს მარტივი არ არის და იაფი არ იზრდება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე სახელიდან შეძლებს უკვე რეგისტრაციის გავლას და ბავშვის ჩარიცხვა შესაბამის სააღლავთო წესებულებაში და ეს არ გამოიწვევს რიგებს, რიგში დგომას და იქ მინდა, აქ მინდა და ასე შემდგომ. წესის და კანონის მიხედვით ყველანაირი რაღაცა გადაცდომა იქნება გამორიცხული და ელექტრონულად მოხდება უკვე ბავშვების ჩარიცხვა ბაღებში უკვე 2020 წლიდან უკვე შემდეგ. ძალიან კარგი, რაც შეეხება მიკროგრანტებს. თქვენ ახსენეთ, რომ გამოცხადდება მიკროგრანტები. ვინ უნდა მიიღოს ამ მიკროგრანტში მონაწილეობა, როგორ უნდა დაიწეროს მიკროგრანტი და ვის უნდა მოაწოდოს? რაც შეეხება წეგანაც აღნიშნე აი ამ კომისია, რომელიც გააკონტროლებს და რომელიც იქნება გადაწყვეტილების მიღები აი ამ მიკროგრანტებთან და მცირე გრანტებთან დაკავშირებით, როგორც თქვი, ეს არის 2000-დან 500 ევრომდე გრანტი და 20-მდე სულ ასეთი გრანტი უნდა იქნეს გაცემული. სხვადასხვა თემატიკა იქნება, ეს თემატიკა ჯერ არ არის კონკრეტულად შემუშავებული, აი იმ არსებული რეალობიდან საჭიროებიდან გამომდინარე, რასაც შეიმუშავებს პრიორიტეტებს და კიდევ ერთხელ ეს იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, რადგანაც აქ არ არის მკაცრი მოთხოვნა ჩადებული, გინდა თუ არა ეს უნდა იყოს რაღაცა 20 წლიანი გამოცდილების მქონე რომელიღაცა რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. არა, აქ შეუძლია ნებისმიერ ელემენტარულ მეგობრებს, რაღაც 2-3 ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაც იდეა და იცის ამის განხორციელების გზა, თუნდაც ნებისმიერ ორგანიზაციებს, რომლებიც არსებობენ და აქვთ მათ
გრანტის მიღების უფლება, ნებისმიერ რაღაცა გარკვეულ ხელოვნანთა ჯგუფს თუ ასე შემდგომ ძალიან მრავალმხრივი იქნება და რეალურად დამერწმუნდეთ რომ დავინახავთ ჩვენ ძალიან დიდ ეფექტს აი მცირე გრანტებით სწორედ 20-მდე როგორი ლამაზი პროექტი განხორციელდება. რაც შეეხება განხილვას, ვინ განიხილავს უშუალოდ აი ამ გრანტს და რა თანხაზე იქნება საუბარი? როგორც უკვე აღნიშნე ბატონო სანდრო, ეს არის 2000-დან 5000 ევრომდე. აქ არის დამოკიდებული თვითონ განცხადებელზე ის როგორ ფიქრობს ამ ყველაფრის იდეის განხორციელებას და როგორც უკვე აღნიშნე ერთობლივი კომისია, რომელიც იქნება სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ შექმნილი, რომელიც ღია იქნება და ყველა ეს საგრანტო წინადადება არის ღია და იქ არაფერი დახურული და დაფარული ვერანაირ ვერ არის თუ არა ეს კომისია უკვე შექმნილი და ვინ არის? კომისია 2020 წელს შეიქმნება, რადგანაც გრანტების გაცემა უნდა 2020 წელს დაიწყოს. და რა პროფესიის ადამიანები დაკომპლექტდება? ესეც ამჯერად არ არის ცნობილი, რადგანაც ეს იქნება დაკომპლექტებული როგორც არასამთავრობო სექტორით, ასევე სამთავრობო სექტორით და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. და დაინტერესებული ადამიანებისათვის იქნება თუ არა ხელმისაწვდომი აი ამ ადამიანების განსაკუთრებულობა, ბატონო სანდრო, რა თქმა უნდა, აქ საიდუმლო არაფერი არ არის. ეს არის ამ გრანტის განსაკუთრებულობა, რომ აქ რაღაცა ვინმესთვის კონკრეტულად ეს არ იქნება. ვინმესთვის რო ყოფილიყო და რამეს აქ სხვანაირი რაღაცა, აქ საუბარი ევროკავშირის ჩართულობაზე და კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ, მისი ავტორიტეტი და კომპეტენცია გვაძლევს ამის მშვიდად ყოფნის საშუალებას, რომ აქ რაღაცა გადაცდომა არის გამორიცხული. თუ თქვა ჩემს კომპეტენციას არ ენდობია, ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის კომპეტენცია ბევრად სანდოა და ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით არ იქნება. მე მესმის თქვენი გულის ტკივილი, რადგანაც ბევრს გაუჩნდება ბუნებრივია მსგავსი კითხვები და ძალიან კარგია რომ ამ კითხვას ვსვამთ. უბრალოდ მე მინდა მთელი უცხოელობით დავარწმუნო საზოგადოება, რომ პირდად მეც ძალიან დაინტერესებული ვარ იმით, როგორც ამ პროექტის ხელმძღვანელი, რომ ყველაფერი იყოს ღია და გამჭვირვალედ, რადგანაც სამომავლოდაც მე როგორც არაერთ წლის გამოცდილების მქონეს ურთიერთობის როგორც ევროკავშირთან და იქ მომუშავეს და სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო უწყებებთან, ეს ჩემი პირადი ავტორიტეტიც არის გარკვეულად ერთგვარად, რომ მაქსიმალურად ღიად გამჭვირვალედ და სამართლიანად მოხდეს ამ ყველაფრის განაწილება და სიკეთის მიღება იმ თქვათ გაერთიანებებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას იმსახურებს ამ საგრანტო ნაწილში ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა და რაც შეეხება სამომავლოდ აი ამ პროექტს, რას უნდა ველოდეთ ამ პროექტისგან სამომავლოდ? მეგოც უკვე აღნიშნე კონკრეტულ მაგალითებზე, იგივე ოზურგეთის მაგალითი ვახსენე, აი ეს კრიტერიუმები, რომელიც სხვადასხვა საშუალებით დაითვლება და სხვადასხვა ინდექსით დაითვლება გამჭვირვალობის, ღიაობის, ხელმისაწვდომობის, ეფექტურად მუშაობის, კვალიფიკაციის, წარმოიდგინეთ 20 მიმართულებით რომ მოხდება კადრების გადამზადება სხვადასხვა სფეროებში. დღეს იცით რომ სერიოზული პრობლემა არის კვალიფიციური კადრი. აქ საუბარია ექსპერტებზე, რომლებიც ჩამოვლენ, რომლებიც მიიღებენ აი ამ სემინარებში მონაწილეობას და გადაამზადებენ, ასევე იქნება გასვლითი ნაწილით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ნაწილი ამ პროექტის გახლავთ ის, რომ მოხდება გარკვეული ჯგუფის დატრენინგება ხანგრძლივადიანად, რომლებიც უკვე სამომავლოდ იმუშავებენ ხოლმე მსგავს გრანტებზე, მსგავსი გრანტების მოპოვებაზე ქალაქისათვის და ისწავლიან, როგორ უნდა დაწერონ ესათვის გრანტი, როგორ უნდა მოიძიონ და როგორ უნდა განახორციელონ. ესეც ჩადებულია, რომ მაგალითად ორი საცდელი პროექტი ამ გრანტის ფარგლებში კიდევ უნდა დაიწეროს პარალელურად, რომელმაც შეიძლება რომ პარალელურად კიდევ დიდი სარგებელი მეუტანოს ჩვენს ქალაქს. ანუ ეს განგრძობადი პროცესია. მაგალითად, კიდევ ერთხელ მე როდესაც დავინიშნე მერის მოადგილედ ბატონი მერის ერთ-ერთი თხოვნა ეს იყო, რომ აღნიშნული მიმართულებით, როგორც გარკვეული გამოცდილების ჰქონდეს მემუშავა და აი ახლა მაგალითად პარალელურად ჩვენ კიდევ შევიტანეთ ორ საგრანტო განაცხადზე უკვე განცხადება გავაკეთეთ ეს როგორც კულტურული მიმართულებით, მაგალითად ტურისტების გაცვლის საკითხი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების, ასევე ძალიან მნიშვნელობას ვანიჭებთ, იცით რომ არის იგივე ეკოლოგიური პრობლემები და ეკოლოგიური კუთხით და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამაში წარმატებას მივაღწევთ. ესეც გახლავთ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული გრანტები შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის და ამაში მონაწილეობს ჩვენთან ერთად რუმინეთი, თურქეთი, ბულგარეთი. ასე რომ მაქსიმალურად შეიძლება შორიდან ცოტა ძალიან ესე არ ჩანს ხოლმე კარგად და ნეგატიური განწყობებია, მაგრამ უცბად ვფიქრობ და მუშაობთ იმაზე, რომ ენერგიები, ძალები გავაერთიანოთ და რაღაცა გარკვეული სიკეთე მოუტანოთ ჩვენს ქალაქს ყველამ ერთად. მე მგონია მოვწურავთ ვისაუბრეთ ამ პროექტთან დაკავშირებით და სანამ დავამშვიდობებდეთ ერთმანეთს, მინდა კიდევ ერთი კითხვით მოგმართოთ. რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელდა თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქს არჩება განსაკუთრებული შემოსავალი, თუნდაც ფოთის პორტიდან და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეროვნული პარკიდან. რას გულისხმობთ?
აი ამ განცხადებით მე როგორც ვიცი, ქალაქის მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა აი ამ განცხადებით, თქვენი გაჟღერებული განცხადებით და რაც შეეხება აი ამ კითხვას, რას გულისხმობთ აი ამ შემოსავალში, დამატებით შემოსავალში? ეს განცხადება მე გავაკეთე ზუგდიდში იყო დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული შეხვედრა, სადაც ქალაქების მერები და თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე საკრებულოების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც, გუბერნიის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი ესწრებოდა და იქ როდესაც საუბარი წავიდა იგივე დაფინანსების საკითხებზე, როგორ უნდა ფინანსდებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაციაზე იყო იქ საუბარი, რომ ცენტრაზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული. დღეს ქალაქი და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტი, თქვათ, აბსოლუტური უმრავლესობით დამოკიდებულია ცენტრალურ ხელისუფლების ბიუჯეტზე, მათზე და ფაქტობრივად რაღაცა დეცენტრალიზაცია ამ კუთხით ძალიან ნაკლებად არის ჩვენში შემოსული. გარდა ის, რომ თქვათ, მე პირდაპირ დარჩევით და ასე შემდეგ, აი ფინანსურ ნაწილზე იყო იქ საუბარი. როდესაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტები თავისას გამოთქვამდნენ, იგივე მაგალითად მარტვილის მერმა ბრძანა, რომ მას მარტვილის კანიონებიდან იქ ვიზიტორების შემოსავალი გარჩებოდა მაგალითად და წელიწადში საკმაოდ დიდი იყო ეს ვიზიტორების რაოდენობა. ამის პარალელურად მეც თქვი, რა თქმა უნდა, რომ როდესაც კოლხეთის ეროვნულ პარკში ჩამოდიან ვიზიტორები, კოლხეთის ეროვნული პარკი არ გახლავთ, იცით, მუნიციპალიტეტის საკუთრება და ის ცალკე საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახლავთ და ცენტრალურ ბიუჯეტში მინდეს ყველა თანხა ამ შემთხვევაში, მეც დავეთანხმო, რომ ნამდვილად ასია, იგივე ტურისტული პოტენციალი ფოთის შემოსასვლელში წყდება ამ შემთხვევაში, შემოდიან კოლხეთის ეროვნულ პარკში, ბრუნდებიან და მიდიან უკან. და რეალურად ქალაქში მე მაქვს ნამდვილად 1-3-4 ადგილი მინიმუმ ისეთი სანახავი, რომელიც რაღაცა თუნდაც საერთო კომპლექსში შეიძლება მოვაქციო და ისე აღნიშნული ტურისტები შემოვიდნენ ქალაქში, თანხა დახარჯონ, ხალხმა იქ მცირე სასტუმროები გაშენდეს, ან კაფეში შევიდნენ ასე შემდგომ. ჩემმა ქალაქმა ისარგებლოს აი ამ დიდი სიკეთით და თავის თავზე მოსახლეობა მიგრძნოს, იმიტომ რომ ძნელია იცით მოსახლეობა ხშირად აუხსნა ის ყველაფერი, რომ ელემენტარული ტრაილერები რომ დადიან ქუჩაში და გადაადგილდებიან, რომელსაც ძალიან დიდი დისკომფორტი მოყვება ხშირად და ბევრი უკმაყოფილო მოქალაქე, ის აუხსნა რომ იცი რა, ეს თლად ჩემი ბრალი არ არის და თქვათ აი ეს ტვირთი გადააქ პორტიდან თქვათ დედაქალაქში ან სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში და უბრალოდ ტრანზიტულად იყენებს ამ ქალაქს და გზაფუჭდება იქ ხმაური ამ შემდგომ. და რეალურად ძნელია მას აუხსნა მოქალაქეს, რომ აქედან მე რამე დამატებითი განსაკუთრებული შემოსავალი კი ეს დისკომფორტია რაღაც კუთხით, მაგრამ მე განსაკუთრებული შემოსავალი შეიძლება არ გრჩება. და ჩვეულებრივი მხოლოდ ამ შემთხვევაში პორტიდან შემოდის ქონების გაასახადი, რაღაც ძალიან მინიმალური თანხა. და თქვენ მოსაზრებას თუ მოყვა რაიმე განხილვის თემა და გეგმება თუ ეს სიმართლე არ არის, გამცემ პასუხი ახლა. პირდაპირ ვამბობ, ეს როგორ შეიძლება მე რა ხალხი მოვატყუოთ? ამ შემთხვევაში ხო რა გულწრფელები არ ვიყოთ ერთმანეთთან, ვინმე მარიცის რომ ეს ასია, მე ვინმეს კი არ უპირისპირდები ამით. მე უბრალოდ საუბრობ, რომ თუ ჩვენ დეცენტრალიზაცია გვინდა, ამ ქალაქს აქვს იმისი უფლება, აქვს იმის პოტენციალი რეალურად, რომ დეცენტრალიზებული იყოს რეალურად და ნაკლებად იყოს ცენტრზე დამოკიდებული. ჩემს ქალაქს ფოთს, დიახ, ვიღაცა შეიძლება ეღიმება, მაგრამ ნამდვილად ეს ჩემი ქალაქია. ნამდვილად ძალიან მიყვარს და ნებისმიერ შევეჯიბრები ამ ქალაქის სიყვარულში. დიახ, აქვს იმის პოტენციალი, რომ მეტად თვითმყოფადი იყოს, მეტად მეტი ბევრი სიკეთე მიიღოს პორტისაგან და ეს საუკუნეები ნიკო ნიკოლაძის დროს იყო, ასე თქვი მე იქაც და ახლაც ვიმეორებ. საფუთო გადასახადი ნიკო ნიკოლაძის დროს არსებობდა, რითიც ამ ადამიანმა საოცრებები მოახდინა. და მივტირით ჩვენ 123 წლის წინანდელ მოვლენებს დღესაც. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ის დოვლათი, რომელსაც პორტი ქმნის, და ძალიან კარგია მივესალმები მენეჯმენტს, ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვინმეს არ ეგონოს რომ მენეჯმენტს არ მესუპირისპირდები, ეს ძალიან ცნობილი კომპანია, რომელიც მოღვაწეობს და აკეთებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს, სოციალურ პასუხისმგებლობას. თუმცა ჩვენ როგორც ვიცით, წინა ხელისუფლების მიერ პორტი აღარ არის ქვეყნის საკუთრება და ის 59 წლით არის ბატონო ჩემო, და ამას ვამბობ, რომ ისეთი პირობებით არის ეს გასხვისებული, სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, რომ ჩვენი მოსახლეობა დისკომფორტს უფრო მეც იღებს, ვიდრე სარგებლოს თუნდაც ბიუჯეტში და რაღაცა თქვათ ადგილობრივი კუთხით. ამას ვამბობ, რომ უნდა არსებობდეს რაღაც გარკვეული თუნდაც აი ამ კუთხით გადაზიდვებთან დაკავშირებით თუ სხვა რაღაცა ცოტა განსაკუთრებული მდგომარეობაში ჩაყენება, რომ პირდაპირ ვამბობ, სამართლიანი იყოს ის სიკეთე, რასაც ფლობელი იღებს, სიკეთე თანაბრად ისე გადანაწილდეს, როგორც ეს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ჩემს ცელ ქვეყანაზე გადანაწილდეს, რადგანაც დიახ, ჩვენ ვართ ერთიანი საქართველოს კარიბჭე და ვართ პორტი, მაგრამ ჩემმა ქალაქმა, რომელიც
არის იმის ღირსი რომ მეტი მიიღოს ამ ყველაფერთან ვიდრე სხვა ნებისმიერმა მე ჩემი ინტერესი მაქვს, მე ჩემი მოსახლეობის ინტერესი მაქვს, ჩემი ქალაქის ინტერესი მაქვს და მე მჯერა რომ ერთობლივად ადგილობრივი ხელმძღვანელობის წყალობით, რწმუნებულის ჩართულობით, ჩვენი ადგილობრივი ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევით და რა თქმა უნდა უშუალო პორტთან ყველასთან მოლაპარაკებით რაღაც გარკვეული რეალობა შეიცვლება და სამართლიანობა აღდგება, იმიტომ რომ ამ ქალაქს ეკუთვნის გამართული გზებიც, გამართული ქუჩებიც, რომ Facebook-ზე აღარ მოგიწიოთ შემდგომ რაღაც თქვათ ნერვიულობა იქ გარკვეული უხერხულობის შექმნა. ვინმეს დარწმუნებული ვარ, არავის არ უხარია და არ სიამოვნებს ნეგატივის გაცნობა. კარგით, არ შემიძლია ბატონო გიორგი საუბრის დასასრულს არ შეგეკითხოთ ეგრეთ წოდებული, მე მგონი უკვე ტაბუადებს აი ამ საკითხს ჩვენ ქალაქში და ყველასათვის თითეული ქალაქელისთვის და თანამოქალაქისთვის ძალიან ტკინვეული თემაა ფოთის თეატრი. მოგეხსენებათ ის რამოდენიმე წლის წინ საზეიმოდ გაიხსნა ამ ხელისუფლების მიერ, თუმცა თითქმის ერთი წელია რაც ფოთის თეატრი ვეღარ ახერხებს საკუთარ სცენაზე სპექტაკლების გამართვას. რაც შეეხება თანხას, რა თანხაა გამოყოფილი და თუ შეგიძლიათ უკვე ვადები დაასახელოთ, რა ვადებში უნდა მოხდეს თეატრის შეკეთება. ბატონო სანდრო, რა თქმა უნდა ამ საკითხზე არაერთხელ გქონია ჩვენ საუბარი და მე პირადად საუბარი თეატრის ხელმძღვანელობასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც და რა თქმა უნდა ადგილობრივ დონეზე ეს საკითხი არ ეგონოს იმას რომ დაიწია ტემპერატურამ და ჩვენთვის ეს სულ ერთი გახლავთ. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ თქვენ როგორც ამ შემთხვევაში თეატრის მსახიობს და მთელ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა და ბატონო ამას წარმატებები უსურვო ძალიან ცნობილ და კვალიფიციურ ხელოვანს. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას თეატრის ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. ზოგადად თანხაზე რო ვისაუბროთ, რა თანხაა გამოყოფილი? თანხის გამოყოფა მოხდება მას შემდეგ, რაც უშუალოდ უკვე ის საღარსაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელზეც მუშაობა უკვე სრულდება და ფაქტობრივად დასრულებულია. აქ საუბარი იყო თქვენ გახსოვთ, რომ ქალაქ ფოთის მერიამ დაუკვეთა როგორც მდგრადობის დასადგენად დასკვნის დადება რამდენად შეიძლებოდა იქ თქვა შესვლა ადამიანების და გახსოვთ რომ იყო ეს დასკვნა რომ უმჯობესი იყო თავი შეგვეკავებინა და მეორე საკმაოდ დიდი 42000-იანი კონტრაქტი გააფორმა რომ მომხდარ იყო სახარსაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა უკვე სად იყო პრობლემები შენობის ხარვეზებთან დაკავშირებით რომ რაზე უნდა მომხდარ იყო თქვა გამოსწორება ხო თუ არ უჩვით პრობლემა რა გამოგესწორებინა რომ იგივე არ მიგვეღო უახლოეს პერიოდში ამიტომ მსგავს ეს საკითხი უკვე 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ერთობლივი კომისია მათ შორის თეატრის წარმომადგენელი მერიის იმ კომპანიის რომელიც უშუალოდ ახორციელებდა ამ ყველაფერს აი ახლა დაიდება დასკვნა საბოლოო სადაც კონკრეტულ თანხაზე იქნება საუბარი კიდევ ერთხელ ვამბობ ქალაქის ხელისუფლებაც აბსოლუტურად მზად არის და ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული თანხwebdriver რომ ის თანხა რომელიც იქნება დასახელებული აი ამ კომპანიის მხრიდან რომ არის საჭირო თეატრის სარეაბილიტაციოდ გამოიყოს და დაიწყოს უმოკლეს ვადებში თეატრის რეაბილიტაცია დამერწმუნეთ არც ერთ ჩვენთაგანს არ სიამოვნებს ის რომ წრეს აკეთებს და გახედვა არ გვინდა იქით იმ კუთხით რომ გული მართლა გვიკვდება აი უხერხულობით რომელი უხერხულობა შეიქმნა დამერწმუნებით რომ არავის არ სიამოვნებს არც ლანძღვა გინება და კრიტიკა ვის შეიძლება ეს სიამოვნებდეს ხო და არ ჩვენ არ ვართ მათ რიგებში მე ძალიან მიყვარს ფოთის თეატრის დასი ვესწრებოდი კიდევაც მათ სპექტაკლებს აი ამ რეალობაში რაც შიც მოუწიათ მათ ყოფნა და ყველას ერთად მოგვიწია ყოფნა ახლაც მაქსიმალურად ვცდილობ რომ ხარი დაუჭირო რითიც შეგვიძლია ყველანი ბატონი მერიდან დაწყებული ყველას ვინც კარგად ვიცით და ყველამ კარგად ვიცით დამეწმუნეთ თეატრის ფასი და ფოთის ვალერიან გუნიას თეატრი არის გამორჩეული სიტყვა დღეს ქართულ თეატრალურ სივრცეში ის ფესტივალი რომელიც ყოველწლიურად ტარდება არის განსაკუთრებული და მე ვსარგებლობ აქვე შემთხვევით და ვულოცავ ფოთის თეატრის წარმატებებს რომელიც მთელი ამ წლის განმავლობაში საერთაშორისო ფესტივალებზე მათ მიაღწიეს და ზუსტად ვიცი და მჯერა რომ მომავალ წელს ყველანი ერთად საბოლოოდ წელში გავმართავთ, გავამაგრებთ, გავაძლიერებთ თეატრსაც ერთმანეთსაც და კვლავ აქტიური ტაშით შეგეგებებით არაერთხელ ძალიან დიდი მადლობა მეც ვიტოვებ იმედს რომ უკვე წლის ბოლოს ჩვენ ერთად შეგვეძლება სოყალამ რა თქმა უნდა აი ღირსეულ შენობაში ერთად კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ თეატრალური სეზონები ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოგზაურობისათვის. მე კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი გიორგი ფარაშიშვილი. კურსორი კი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ ორ შაბათამდე გემშვიდობებით. გმადლობთ ყურადღებისათვის. ნახვამდის.